მამა დაგლოცეთ. მადიდა წყალობა დაგოცოთ მეთქვა. მამა რა მაინტერესებს ით აი მრევლი მაგალითად როცა მოძღვარი აღარ არის მაგალითად ამ ქვეყნად აი სიტყვაზე მაგალითად რომ მოვიყვანოთ აი ყველაზე დიდი მოძღვარი მამა აკაკი აი რა უნდა ქნას მეულმა თქვენ რას ურჩევთ მაგალითად აი მამა აკაკი რო ხარ კვეთებულებს კითხულობდა ასეთია ძალიან ერთი და ორი და სამი შეიძლება იყოს საქართველოში და ამიტომ ხან ზოგი ფიქრობს რომ აი რა ვქნა და აი ყოფილა შემთხვევები რომ ადამიანს უთქვია აღსარებაში რომ მოძღვარი გადამეცვალაოდა და 3 წელი გავიდა და აღსარება ამეთქვიაოდა სა დიდი შეცდომა კარგია ესეთი მოძღვები როგორც მამა აკაკია რომ ბევრი იყოს მაგრამ თუ ჩვენი მოძღვარი იყო მამა აკაკი და გარდაიცვალა აი ჩემი ძის მაგალითს მოვიყვანო რომ ჩემი ძმაც მოძღვარი იყო რუმენიელისა და რო გარდაიცვალა მე სულიერმა შვილებმა დაწერეს მოგონებები და ბევრს უთქვია რომ შენ ძმასა რო იგებენ რომ მამა ის ძმა ვარ რომ შენ ძმას რო თხოვეთო შეგვეწიაო ასევე ჩემ რევსაც უთქვია ეგ ფიზიკურად ქრონიკულად გიოდაო ფეხიო იმაქვია ჩემ სულიერ შვილსა და განმეგონეო თხოვნით საფლავთან რომ მივიდიო სახში აქ ჩვენთან ჩვენ მასწავლეს ჩემს მისავლავი და აქედან რო წავედიო სახში რომ მივიდიო იმში და ეს ალბათ 15 წლის უკვე 12 ამეთი სიტყვა მინდა რომ ეს მამა აკაკი იქნება თუ სხვა მოძღვები ვინც გარდაიცვალა იქიდანაც გვეწევა აი მაგათაც სპირიდონტი მოდელი როდის გარდაიცვალა მე-4 საუკუნეში და ყველაზე საყვარელი წმინდანია საქართველოში რა თქმა უნდა საყვარელი წმინდანებს შორის მეტად წმინდა გიორგი ის ის ყველაზე მეტი საოცარი წმინდა გიორგისა და ყველგან წმინდა ნიკოლოზი იქნება თუ სხვა ისინი გარდაიცვალნენ როგორ გვეწევიან წმინდა ნიკოლოზი წმინდა სპირიდონი ასევე ის მამა აკაკი იქნება თუ სხვა მოძღვარი ვის გარდაიცვალა და ვის ეს გული წდება ეს ისეციდან გეხმარება